მოგესალმებით. დღეს ჰულიში ჩატარდა. მესტის სვეტის ჭგრააგიდან, როგორც დილით მოგახსენეთ, გამოაქვთ დროშა ლემ დაკავშირებულია არა პირდაპირი განმარტებით და გაგებით ლომთან არა მარტო, არამედ მლამთან. იმიტომ რომ ალსვანურად ქვია მლამ. მლამიდან გამოდის, სწორედ მზის მხურვალების გამო ეწოდება მას ზოგადად მლამ. როგორც დილით მოგახსენეთ, ის მიაქვთ ლენჯერში მიდიან, გარკვეული წილი მოლტბლასი, რომლებიც ლენჯერიდან ჰელის მელზემს დაპატიჟებენ და აი ამის შემდგომ მარტო შეიძლება ზოგადად უფლება მისცენ თავს, რომ ჩაატარონ ჰულიში, ანუ დღევანდელი საღვთო დღესასწაული. საოცარია დღევანდელი საზოგადოების და ხელისუფლების ჩინოვნიკებისგანაც გასაოცარია. უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან საღვთო დღესასწაულები და საერო დღესასწაულები. დღეს 6 ივნისია. შეიძლებოდა ძალიან ნორმალურ ფარგლებში ჩატარებულიყო ეს უდიდესი საღვთო დღესასწაული. თუ ვინმემ არ იცის, შემიძლია შევახსენო, მე-18 საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი წერს და ამას იმოწმებს დიდი ექვთიმე-თაყაიშვილიც. ვახტანგ გორგასალმა სვეტის ეკლესიაში ინდოეთიდან მოტანილი იაგუნდით შემგობილი სიწმინდეები მოიტანა და სვეტის ეკლესიაში შეინახაო. დიდი აკაკი შანიძე თავის პროზაულ ტექსტებში და პოეზიის ანთოლოგიაში, სვანური პოეზიაში სვეტის ჭგრააგს მეორე იერუსალიმს უწოდებს. არ ვიცი, რას ემსახურებოდა დღევანდელი მაპატიეთ ბრჭყალებში არეული დღესასწაულები, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის დრო არის, ყურად ვიღოთ, თუნდაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, თუნდაც კულტურის მესვეურებმა, თუნდაც საღვთო რელიგიის, საღვთო კულტურის წარმომადგენლებმა, ყველასთვის ყურადსაღები არის. ჩვენი ავთენტურობა აინტერესებს უცხოელს, რომელიც ესე აქტიურად არის იყო გადაყვანილი მანქანები და არც ცხენს, არც მხედარს, არც დიდებულ დროშა ლემს ნორმალური სვლის საშუალება ტექნიკური სივიწროვის გამო არ ჰქონდათ. ეს იყო მანქანები, დრო არის პატივიცეთ საკუთარ თავს, საკუთარ ავთენტურობას, ჩვენ რაც არ შეგვიქმნია, ჩვენივე ხელით ნუ წავშლით იმას. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება ამ უძველესი ლახვამსალოცავის პატივისცემაც გამოვიჩინოთ და გავაკეთოთ ის. იცით რატომ ჰქვია სვეტი? და ეს მურყვამებიც იცით რატომ არის? იმიტომ რომ ნათლის დიდი სვეტი იდგა აქ და შესაბამისად ამიტომაც იყო. ეს ხდება ამ დღეებში, შაბათს, კვირას და ორშაბათს. იცით რისი დღეები არის? ჭგრააგი არის კურთხეული ტერიტორიის ღვთაება. ფუსტი არის მამა ღმერთი, რომლის დღეც სვანებისთვის მიჩნეული არის მიჟლადაღ, ანუ მზის დღე. ანუ ის უდიდესი დღე, რომელსაც დღევანდელი დღე წარმოადგენდა. და ხვალ არის დეშტიშ, ანუ ორშაბათი, ანუ სვანებისათვის ეს არის მთვარის დღე.
ჩვენს გერბზე ცხონებულ ზვიად გამსახურდია, როდესაც ღერბი აღადგინა 1918-21 წლების, სწორედ ესეთი მიმდინარეობა იყო იქ გამოსახული. ეს გახლავთ თეთრი გიორგიანუ ჯგრაკ, მზე, თვარე და ვარსკვლავები. ანტყსგარ. ანტყსგარდის კიდევ სხვა სისტემა არსებობს, სვანეთისთვის დამახასიათებელი, თუ საჭირო იქნება თავის დროზე ამასაც მოგახსენებთ. ეხლა კეთილი ვინებოთ, პატივი ვცეთ დღევანდელ დღეს და მომავალი წლის ჰლიშ კეთილად მოგვესწროს სულ წინ და წინ დაიჭირეთ ის თადარიგი, რომელიც საღვთო დღესასწაულს ზოგადად ეკადრება თავის ლაქვამ-სალოცავით წარმოდგენილი, ხოლო ის საერო დღესასწაულები, რომლებსაც ნორჩი მოცეკვავეები ასრულებენ, ამისთვის სხვა დღეც შეიძლება რომ გამოინახოს და ჩატარდეს ისე, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია და ყველაზე საუკეთესო ფუნქცია არსებობს შესაბამისად. რწმენის გარეშე ვერც მომღერალი ვერ იქნება, ვერც მოცეკვავე ვერ იქნება, ვერც უბრალო ადამიანი ვერ იქნება და რწმენა ის აუცილებელი ატრიბუტია, რომლითაც ზოგადად ვსულთქმულობთ. მადლობთ ყურადღებისათვის.